დევნის თუ არა სახელმწიფო ევანგელისტურ ეკლესიას სასამართლოს ხელით. თუ ამ საფუძველით გადაწყდება ის, რომ ჩვენ შემოწირულობები უკანდა დაუბრუნოთ, რომელიც ბუნებაში საერთოდ ქრისტიანულ სამყაროში წარმოუდგენელი რამ არის, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ ეკლესიის შენობას დავკარგავთ. საქართველოს კანონმდებლობით რელიგიური გაერთიანება არ არის ვალდებული რეგისტრაცია გაიაროს. რეგისტრაციის არქონა ნიშნავს, რომ ისინი სახელმწიფოსგან თანხას ვერ იღებენ და თავს სწორედ შეწირულობით ირჩენენ. ევანგელისტური ეკლესიის წევრებს არ სურთ რომელიმე სახელმწიფო ორგანიზაციას ექვემდებარებოდნენ, მათ შორის რელიგიის სააგენტოს. წამოწყებული დავა კი ეკლესიის პასტორს უჩენს საფუძვლიან ერჩს, რომ სწორედ სახელმწიფო ებრძვის. აქ საქმე არ არის შემოწირულობების დაბრუნებაზე, უბრალოდ როგორც ჩანს, სახელმწიფოს სურს, რომ ჩვენი ეკლესია პირადად მე გარკვეულად გააკონტროლოს, შეგვიქმნას გარკვეული პრობლემები, რომ ამ პრობლემების საფუძველზე ჩვენ რაღაც არტახებში მოვექცეთ. იურისტების შეფასებით საქმეში მთელი რიგი შეუსაბამობებია. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კი სამართლებრივად დაუსაბუთებელი. საქმეს სავარაუდოდ გაყალბებული დოკუმენტები ახლავს. სახელმწიფოს მხრიდან ევანგელისტური ეკლესიის დევნის მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ საქმით სახელმწიფო პასტორის რეპუტაციას ლახავს და არღვევს რელიგიის თავისუფლების პრინციპებს. საქმე არის პრეცედენტი, რა რეჟიმზე გადადის სახელმწიფო და რა ელოდება ნებისმიერ რელიგიურ ორგანიზაციას სახელმწიფოს მხრიდან, თუ კი ეს აქტი, რომელიც ახლა რომლის მომსწრენიც ვართ, შედგა და ამ ეკლესიას წაართვეს საკუთრება. ჩვენ გვაქვს აბსოლუტური უფლება და გონივრული ვარაუდის საფუძველი, რომ ამის უკან შეიძლება იდგეს სხვადასხვა ინტერესები. პირველ რიგში ის, რომ ეს ეკლესია არის გაბედული და პასტორი არის ყოველთვის გაბედული ადამიანის უფლებებზე, ზოგადად დემოკრატიულ პროცესებზე და სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე. სპეციალისტების პოზიციას იზიარებენ ევანგელისტური ეკლესიის წევრები. რადგანაც პასტორი ზალი ყოველთვის თამამად და გაბედულად ამხელს სხვადასხვა სიბნელეებს, ამბობს სიმართლეს, სადაც საჭიროა, იცავს ხალხს, როდესაც ეს საჭიროა, ვფიქრობ, ისინი მას აღიქვამენ საფრთხედ და სწორედ ეს არის ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი. აქ უნდა იყოს სამართლიანი სასამართლო, ვინაიდან სასამართლო უსამართლო მხოლოდ ჩემს მიმართ არ იქნება. სასამართლო არის თითქოს წყვდიადი სივრცე. არ აქვს მნიშვნელობა რას დაწერა, არავინ არაფერს არ კითხულობს. რაც უნდათ ის განაჩენი გამოაქვთ. საქართველოს ევანგელისტური ეკლესიის პასტორმა საქმე უზენაეს სასამართლოში უკვე გაასაჩივრა. თუ სასამართლო სააპელაციოს გადაწყვეტილებას არ გადახედავს, მაშინ აღსრულება ეკლესიის ქონებას გაყიდის.